Გიბრუნდებით დილის პალიტრის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ პალიტრა ტივის და უსმენთ რადიო პალიტრას FM 103.9-ზე სტუმრის დროა ჩვენთან. ორშაბათს ტრადიციულად თამარ საგინაშვილი სტუმრობს, პიროვნული ზრდის ტრენერი. მასთან ერთად დღეს ძალიან საინტერესო და საჭიროებო საკითხზე ვისაუბრებთ. აუცილებლად შემოგვიერთდით. დილომშვიდობისა ქალბატონ თამარ. დილომშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს და ზოგადად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეცვალოს თავისი ცხოვრება, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ, თუმცა დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცვლილება არის მიმღებლობა პირველ რიგში, როგორც გვითხრა ქალბატონმა თამარმა. მოდით ვისაუბროთ იმაზე, როგორ ქმნით ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ზოგადად და მერე უფრო კონკრეტულად დავიწყოთ საუბარი. კი ბატონო. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვქმნით ჩვენს ცხოვრებას, ამას ვაცნობიერებთ, არ ვაცნობიერებთ, მოგწონს, არ მოგწონს. სამყაროსია მოწყობილი, მოგვეცა ეს არჩევანის თავისუფლება და ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ თუ მაინც ვქმნით, მოდით კარგად შევქმნათ, ხო? ჩვენ რაც გვინდა ის შევქმნათ, მაგრამ იმისაც რომ შევქმნათ, ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე ახლის დაწყება თუ გვინდა, ჯერ უნდა გავანთავისუფლოთ ადგილი ამ ახლისთვის. ამას ქვია ფინჯინის პრინციპი. რას გულისხმობს? რას გულისხმობს? ყველაფერს დაწყებული საკუთარი გარდერობის გათავისუფლებით და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მოწესრიგებით დამთავრებული ტვინში აზრების დალაგებით და მოწესრიგებით, იმიტომ რომ სიახლეს სჭირდება გარკვეული ადგილი, ენერგიის გაცვლა უნდა მოხდეს, რაღაც უნდა წავიდეს, რაღაც უნდა მოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ ვიწყებთ ხოლმე გაშვებით, ასე ვთქვათ, მიმღებლობით. ჩვენ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ შემდეგ შეხვედრებზე. სულ იქნება ჩვენი თემა, როგორ შევქმნათ ჩვენი მომავალი, ამას აქვს თავის საფეხურები გარკვეული. ეხლა ძალიან მოკლედ ვიტყვი, აქ რა იგულისხმება და მერე ვიტყვი, რითი ვიწყებთ. ესე იგი, სანამ ჩვენი ფიქრები და ოცნებები, ასე ვთქვათ, განხორციელდება, რა თქმა უნდა, იქმნება პირველად სურვილი, ხო? სურვილი, გადაწყვეტილება, რომელიც გამოხატულია სიტყვებით და ყველა სიტყვა არის კოდი, ყველა სიტყვა შეერჩადებული გარკვეული შინაარსი და რამდენად სწორად ვგეგმავთ ჩვენ ფიქრებს, რამდენად სწორად ვალაგებთ სიტყვებით, ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ანუ პირდაპირ განხორციელება ამ მიზნების არის დამოკიდებული ამაზე. მაგრამ მხოლოდ სიტყვაზე არა, სიტყვას ტვინი ხო სიტყვას ვერ ხედავს, ხედავს სურათს, რომელსაც ეს სიტყვა იწვევს, ასე ვთქვათ, ჩვენში. ანუ თუ მე ვამბობ ოჯახი, მაგალითად და ჩემს მე მინდა 7 ოჯახი კი მქონდეს, მაგრამ თუ ჩემი ტვინში ოჯახი დაკავშირებულია აყალმაყალთან, წივილ-კივილთან, ბავშვობის დროინდელ რაღაც ტრავმებთან და ასე შემდეგ, შესაბამისად თუ არ შევცვლი იქ იმ სიტუაციას, მაშინ ვერ შევქმნი მე 7 და კარგ ოჯახს ისეც როგორიც მინდა. შეიძლება შევქმნა ოღონდ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად და ასე შემდეგ ბევრი რაღაცის ფასად. ამიტომ მიზნები, ანუ როგორც ვთქვით, იწყება სიტყვა, სურვილი, რომელიც გადადის მერე და მიზანში, სიტყვა, ვიზუალი, რომელიც ჩვენს თავში გაჩნდა, შემდეგ უკვე მოქმედება, რა თქმა უნდა, ამის განსახორციელებლად და ბოლო არის გაშვება, როგორც უნდა უცნაური იყოს, ჩვენი სურვილის გაშვება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვართ მიჯაჭვული ჩვენ სურვილებზე, ამაზე მერე ვისაუბრებთ ბევრს, ამიტომ ახლა არ შევჩერდები, უბრალოდ დავაფიქსირებ ამას. თუ ვართ მიჯაჭვული, მაშინ ეს სურვილები ძირითადად არ სრულდება. აი სიტყვები ხა უცბად დამიბადეს თეაზე, რაღაც აზრის სწორად ჩამოყალიბებას გულისხმობს თუ აზრის სწორად ჩამოყალიბება და უშუალოდ სიტყვებით, იმიტომ რომ მე არ მინდა ვიყო ავად, ეს არ არის მიზანი და სურვილი, იმიტომ რომ არ მინდა ვიყო, არა. მე მინდა ვიყო კარგად, ალბათ ასე უფრო პირველი გაკვეთილი ყველაზე კარგია, მე ვარ კარგად. მე ვარ კარგად. ოღონდ თუ ადამიანს აქვს პროტესტი, რომ რატომ ჩემ თავს ვატყუებ, რატო ვარ კარგად, როცა ცუდად ვარ, გეტყვით, რომ ტვინისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი, ტვინისთვის არსებობს მარტო ეს წუთი და ამ წუთში თქვენ თუ ამბობთ, რომ ვარ კარგად, ეს არის აბსოლუტური პროგრამა, რომ ხართ კარგად, მაგრამ თუ მაინდა-მაინც დიდი პროტესტი გაქვთ, რატო ვარ კარგად, მაშინ თქვით, მე გადავწყვიტე, რომ ვახდები კარგად და ვიყო კარგად. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვატყუებ მე ამ დროს საკუთარ თავს, ნუ არ ვატყუებთ, არა, არ ვატყუებთ. შენს განწყობას აბსოლუტურად გარემო იყოს და აი დავშვით არის რომ თავზალს ატანდა, კარგად თავარ, რომ აი არ ვატყუებ ამ დროს. არ ვატყუებთ, იცით, იმიტომ რომ ტვინი ელოდება ჩვენს მითითებებს. ჩვენს პროგრამას, როგორ ვიყოთ მომდევნო 10 წამის განმავლობაში, ანუ 10 მყო რა არის რამდენიმე წამი სულ. ხო, წარსული უკვე წარსულია. ის მხოლოდ ჩვენს ტვინში არსებობს, მეტი არსად აღარ არსებობს უკვე რეალურად ეს წარსული. და მომავალიც გასაკვირველია ჯერჯერობით არ არსებობს. ხო, არსებობს მარტო 10 მყო. აკეთებს სულ 10 მყოა, მაგრამ ეს განწყობა დავუშვათ ამ სიტყვებს მოსდევს თან თუ აი როგორ იქმნება განწყობა, როგორ ძალიან მარტივად იქმნება განწყობა. მოდით მაშინ ეს სავარჯიშო რა ხანამეს დავიწყეთ. ამ სავარჯიშოს გეტყვით ახლა, დღეს არ მქონდა დაგეგმილი,
მაგრამ არ აუშავს. ძალიან მარტივად შეიძლება განწყობის გამოსწორება. ნორბეკოვის ერთ-ერთი ესეთი სავარჯიშოა ფანტასტიკური. ეს არის მხრები გაშლილი, ტუჩის კუთხეები ოდნავ ზევით, ანუ ღიმილის მდგომარეობა, თავი აწეული და 3 წუთი აი ესე გაჩერდით და თქვენი განწყობა ისე უცებ გამოსწორდება. იმიტომ რომ ეს ფიზიკური მდგომარეობა კარნახობს ტვინს, რომ ჩვენ კარგად ვართ. თუ ჩვენ ვართ მხარში ეს არის გამარჯვებული ადამიანის მდგომარეობა, ანუ თავი მაღლა, წელში გამართული, ოდნავ ღიმილი, 3 წუთს მერე მითხარით როგორ განწყობაზე იქნებით. შენივრად, მე უკვე კარგად ვარ. ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ ისაუბრეთ და მე კარგი, განწყობაზე გავაგზავნეთ თქვენ ასე იყავით მაშინ. კარგი და ანუ როგორც თქვი ვიწყებთ განთავისუფლებით ადგილის. ადგილი რომ განთავისუფლოთ, ამისათვის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია გაუშვათ ნეგატიური ემოციები. გაუშვათ ადვილია. სათქმელად ადვილია. გაუშვათ შეცვალოთ მოდით, იმიტომ რომ ხე გაუშვათ ესე სამყაროში გავანთავისუფლოთ, ესეც არ არის. პირველ რიგში ეს არის პატიება. ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტები არის ანუ მადლიერება, როგორც ვთქვით, სიყვარული, პატიება, მიმღებლობა. პატიება და მიმღებლობა, ну ახლოს არის ერთმანეთთან, მიმღებლობა ადამიანს, რომელსაც არ აქვს მიმღებლობა, ის აკრიტიკებს ყველაფერს, არ მოწონს არაფერი. ნერვებს იშლის ყველაფერზე, არის აი სრულიად აღელვებული, შიგნიდან აფორიაქებული გამუდმებით და რაღაცა, არ აქვს მიმღებლობა. და რაც არ უნდა უცნაური იყოს ესეც, ეს მიუღებლობა დაკავშირებულია მხოლოდ პირველ რიგში საკუთარი თავის მიუღებლობასთან. მას არ აქვს საკუთარი თავის მიუღებლობა. ანუ ვერ ღებულობს საკუთარ თავს, აქვს რაღაც კომპლექსები. ანუ პროტესტი საკუთარი თავის მიმართ გამოხატავს სხვებს. საკურველია და საკუთარი თავის მიუღებლობა იწყება მშობლების მიუღებლობით. აი საინტერესოა ეგ. იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ოჯახიდან მოდის თქვენ. გასაკვირველია. სანათესაო და არასწორად რომ მაინც ყველაფერი იმ გარემოდან მოდის, სადაც იზრდება ბავშვი. კი ბატონო, აუცილებლად. თქვენ თქვით ასეთი ფრაზა, მშობლების კომპლექსებისგან გათავისუფლება თუ არ ვწდები რაღაცას გასა. არა, მშობლების კომპლექსებისგან არა. მშობლები არიან ის ადამიანები, რომელსაც ყველაზე მეტი სიკეთე უნდათ ჩვენთვის და ჩვენს ჩვენი შვილებისთვის ყველაზე მეტი სიკეთე გვინდა. ეს არის უბრალოდ ის რომ რაღაცა სოციუმის დაკვეთით, აღზრდის მეთოდებიდან გამომდინარე ძალიან მიღებული იყო კრიტიკა საკუთარი შვილების და შექება არავითარ შემთხვევაში რასაკვირველია უწესობად იცვლებოდა ასე ვთქვათ ჩემი ბავშვობაში ყოველ შემთხვევაში და ისედაც ახლა ყველა ადამიანი მოდის ცხოვრებაში თავისი რაღაცა პრობლემებით ხო მან ის აირჩია ჩვენმა მშობლებმა ის გზა აირჩიეს თავის ცხოვრებისთვის თავის და უნებურად და მათ ისინი ახორციელებენ და აგრძელებენ თავიანთი წინაპრების გზას და ჩვენ რახან ჩვენამდე ეს ცოდნა მოვიდა რახან ჩვენ უკვე გავიგეთ რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ან ჩვენი მოვალეობა ეს შევცვალოთ იმიტომ რომ ჩვენს მემკვიდრეებს თუ ჩვენ არ მოგწონს ჩვენი ცხოვრება ვინც ბედნიერია ვისაც მოწონს თავის ცხოვრება მშობლები ყველაფერი რასაკვირველია ისევე გააგრძელებს მაგრამ თუ რამე არ მოგწონს ანუ ჩვენ ნახევარი ფიზიკურადაც კი ანუ ნახევარი დედა ვართ ნახევარი მამა ხო ანუ მარცხენა მხარე დედის მხარეა მარჯვენა მამის ჩვენ თვითონ სადღავართ ჩვენ ვართ გაერთიანებული 1+1 ვართ. ჩვენ ვართ რასაკვირველია ეს ყველაფერი. ოღონდ მიუღებლობა დედის მამის კრიტიკა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს კრიტიკა არის გამოწვეული კეთილი სურვილებით, ასე ვთქვათ. მე მინდა რომ დედა უფრო მეტად უვლიდეს თავს, მე მინდა რომ დედა უფრო, მე მინდა რომ მამა უფრო შეძლებული იყოს მაგალითად, ხო? ეს კეთილი სურვილები, მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკაა. ამ ადამიანებმა აირჩიეს თავიანთი ცხოვრება. და ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მოგვწეს სიცოცხლე, ყველაზე მთავარი. ამით ყველაფერი დამთავრებულია. არანაირი კრიტიკა, არანაირი მიუღებლობა, არანაირი პრეტენზიები არ შეიძლება გქონდეს მათ მიმართ. და ისინი არიან მონაწილე, უნდათ თუ არ უნდათ და ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა ჩვენი წარმატების მონაწილეები არიან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მათი განხორციელება, ხო? და აი ამის დაფიქსირება მშობლებთან, რომ დედა შენ ხარ ჩემი წარმატების მონაწილე, დამლოცე, მე მივდივარ რაღაცა საქმეზე და რაც შესაძლებელი, რამდენად შესაძლებელია თუ ისინი ჩვენი საქმების კურსში არიან, ეს მათ სიცოცხლეს უხანგრძლივებს. აი ჩვენ საუბრობთ ოჯახზე, სადაც ტრადიციული ოჯახია, არის დედაც, მამაც. რა ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა თქვათ ბავშვს არ ყავს მშობლები? ნებისმიერ შემთხვევაში. როგორ ხდება აი მათი ბავშვობის კომპლექსებიდან გათავისუფლება, მაშინ როცა თქვათ მიტოვებულია, თუნდაც იზრდება ბავშვთა სახლში, მერე უკვე ცოტა სხვანაირი ფორმებს იჩენს ალბათ კომპლექსები და მაშინ როგორ ხდება გათავისუფლება? მე მესმის ამ შემთხვევაში კი არა და როცა მშობლები ყავს ადამიანს, მაშინაც ზოგჯერ რთულია ხოლმე პატიება. აი ყოფილი ადამიანი თვითონ ჩემთანაც მოსულა, რაღაც გვისაუბრია, გვიმუშავია და ისეთ რაღაც ყოფილ
ყოფილა მის მშობლებთან დაკავშირებით, რომ მე თან მიფიქრია, რომ აი ეს როგორ უნდა აპატიოს, მაგრამ თუ არ ვაპატიებთ, ჩვენთან დარჩება და ჩვენ ცხოვრებას ვიფუჭებთ. მათ აი იმ ცუდმა თავის საქმე უკვე გააკეთა ჩვენ ცხოვრებას, ჩვენ თუ მას უფლებას მივცემთ, რომ კიდევ დარჩეს ჩვენში, ის გააგრძელებს თავის საქმის კეთებას და ესე დავამთავრებთ სიცოცხლეს. ჩვენი არჩევანია. იგივე თუ ბავშვი გაიზარდა მშობლების გარეშე, თუ მშობლები გაშორებული არიან, თუ არ ყავს მას და როგორც წესი თუ ადრე წავიდა მშობელი, ხშირად ეგ პრეტენზიაც აქვს თქო, შინაგანად რომ რატო დამტოვა. ესეც არის. აბსოლუტურად სულერთია. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის მომენტი, რომ საქმე ჩვენ შედა ჩვენ გვეხება, ხო? გასაკვირველია 100%-იანი პასუხისგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე თუ არ ავიღეთ ჩვენ მაშინ აიღებენ სხვები და გვიკარნახებენ როგორ ვიცხოვთ. ხაბატონი თამარი დაგვირდა რომ კიდევ ერთ სავარჯიშოს გვასწავლის, სწორედ ამ მშობლებთან დაკავშირებით გითხარით იმ პრაქტიკული სავარჯიშოს შესახებაც. ეს პრაქტიკული სავარჯიშო არის ეს მარტივი სავარჯიშოებია, ორს გეტყვით უცებ. ერთი არის წარმოსახვით უბრალოდ თუ ფიზიკურადაც შეგიძლიათ ეს რეალობაში გააკეთებიოთ მშობლებს არაჩვეულებრივია, მაგრამ თუ არა წარმოსახვითაც ძალიან კარგად მუშაობს. წარმოიდგინეთ დედა და მამა, რომლებიც უყურებენ ერთმანეთს და თქვენ ელაპარაკებით მათ და ეუბნებით იმას, რაც შეიძლება ცხოვრებაში არ უთხრათ, რომ თქვენ მომეცით მე ცხოვრება, დედა და მამა ძალიან მიყვარხართ. თქვენ ხართ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემ ცხოვრებაში, ნებისმიერი ჩემი წარმატება. არის თქვენი წარმატება, თქვენ განაპირობეთ, თქვენ გამზარდეთ ისეთი, როგორიც გამზარდეთ. რაც არ უნდა ბევრი კრიტიკა მქონდეს, რაც ვარ, ესეთი გავიზარდე, იმიტომ რომ მშობლები იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ, ხო? ამიტომ მე ვღებულობ ყველაფერს, ვღებულობთ მთლიანად, თქვენ ვღებულობთ თქვენს ყველა საქციელს, ყველა მომენტს ჩვენი ცხოვრების, ყველა წუთს სიყვარულით, მადლიერებით და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ვარ თქვენი შვილი. ეს არის საკუთარი თავის მიმღებლობა. თუ არ ვღებულობთ საკუთარ თავს, მაშინ რა თქმა უნდა გვაკრიტიკა, რატო ვარ ესეთი? აი ეს რატო ვარ ასეთი? ეს წარმოსახვით. ეს რეალურად რეალურად შეგიძლიათ თუ მშობლებთან ეს კარგი ურთიერთობა გაქვთ ბევრისთვის რთულია კი. ამიტომ წარმოსახვით სულ ერთია თქვენ როგორ გააკეთებთ რეალურად თუ წარმოსახვით. ეს თქვენ გჭირდებათ. მაგრამ თქვენ მშობლებსაც ძალიან დაეხმარება მინაკეთებთ. მივიღოთ ამ ყველაფრით, ხო? თქვენი ეს განწყობა აუცილებლად გადაედებათ მშობლებს. და მეორე არის კიდევ ესეთ სავარჯიშო, თუ გვაქვს კიდე დრო გეტყვით, დაახლოებით 1 წუთი დამჭირდება. ეს არის უკვე წერით, იმიტომ რომ წერას აქვს საერთოდ სხვა მნიშვნელობა, სხვა შედეგი, სხვა ფუნქცია, ამაზეც ვისაუბრებთ სხვა დროს, იმიტომ რომ მომავლის დაგეგმა წერის გარეშე არაფრით არ შეიძლება და მშობლებთან დაკავშირებით არის ესეთ ძალიან მარტივი სავარჯიშო. მარცხენა ხელით არ დავაზუსტებ რატო მარცხენა ხელით, იმიტომ რომ გამიგრძელდება, სასურველია მარცხენა ხელით. წერთ სამ წინადადებას, 3 დედასთვის და 3 მამასთვის. მამა მამით ვიწყებთ. მამა და ანუ პატივისცემით მიმართ, რამდენადაც შეგვიძლია, ანუ ვინც როგორ მიმართ, საყვარელო მამა თუ არ ვიცი როგორ, სახელი. მამიკო საყვარელო მამა, სახელი და გთხოვ მაპატიო ყველაფერი. მეორე არის საყვარელო მამიკო სახელი და გპატიობ ყველაფერს და მესამე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ანუ ყველა შემთხვევაში იწყება სახელი და იგივე 3 წინადადება დედის მიმართ და ძალიან კარგი იქნება თუ ამავე დროს კეთს მოვიხართ მათ წინაშე, აი ეს იმის ნიშნად, რომ ჩვენ ვართ ძალიან დავალებული მათგანი, იმიტომ რომ სიცოცხლე გვაჩუქეს. ეს სავარჯიშო ოღონდ კეთდება 40 დღის განმავლობაში შეწყვეტის გარეშე, როგორც პატივის დედასა და მამასა თავარი ცნება, ერთი თავარი ცნება, ათიცნებით ან ასე რომ გვეუბნება ქრისტიანობა. ამასაც ეფუძნება რა თქმა უნდა ის პიროვნული ზრდის საფეხურები, რომელსაც თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი ასწავლით ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ საინტერესო საუბრისთვის. მართალია არც ისე გრძელი იყო, თუმცა ჩვენ ბევრი ორშაბათი გვექნება იმისთვის, რომ გავიზარდოთ უფრო მეტად პიროვნულად. თამარ საგინაშვილი პიროვნული ზრდის ტრენერი იყო ჩვენი სტუმარი. იგი გახლავთ წიგნის ავტორი 301 მილიონერი, სადაც ეს ყველაფერი პრაქტიკული რჩევებით შეგიძლიათ ისწავლოთ და წაიკითხოთ. დილის პალიტრა